სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, მართლმადიდებელთა დღესასწაული. ესე იგი, საოცარია ღმერთმა როგორი წყალობა მოეღო მთელს კაცობრიობაზე და ღმერთს შევედრებული და ღვთისთვის თავდადებული ერთგული ჩვენი წინაპრების ზღვაწლით ჩვენ როგორი მოიტყვიან წყალობა გვაქვს ერთი შეხვედრით უშრომელი, უზრუნველი, მაგრამ ესეც საფრთხო განგებულებით, რომ არც მართლმადიდებლები და რომ ამ ჭეშმარიტების ნათელში ვართ, როგორც იოანე მახარებლის სახარების დასაწყისი ამბობს, ნათელი მოვიდა თავისებთან, თვისთათანა და სოფელმა იგი ვერ იცნო და ჯვარსაცო. არადა საოცარია. ეს არის დიდი ღვთისმეტყველება, რომელიც ალბათ ჩვენთვის, ყველასთვის, როიტყვიან დღენიან და ყოველწამიერად უნდა გვახსოვდეს. მოვიდა სიტყვა, პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისათანა, სამებასთან. და ღმერთი იყო სიტყვა იგი, სამების ერთი წევრი ქრისტე, ღმერთი, რომელიც შესაქმნის დროს სამების წევრი იყო და მათთან ერთად ქმნიდა ხილულსა და უხილოს. ესე იყო პირველიდან ღვთისათანა, სამებასთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მისსა არა ერთი რა იქნა, რაოდენი რა იქნა, რასაც ხედავთ, თუ ვერ ხედავთ, ყველაფერი მის მიერ შეიქმნა. მის თანაცხოვრება იყო და ცხოვრება იგი იყო ნათელი კაცთან. და ნათელი იგი ბნელსა შინას ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია, ვერ მოერია. იყო კაცი მოვლინებული ღვთისამიერ და სახელი მისი იოანე, ეს უკვე წინასწარმეტყველზე ამბობს. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად. სოფელსა შინა იყო და სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმა იგი ვერ იცნა. თვისთათანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს. ხოლო რაოდენთა იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფება შვილ ღვთისა ყოფად, რომელთაც წამს სახელი მისი. საოცარია ჩვენ ვართ ეს, ვიზაც ლაპარაკობს, მახარებელი. ესე იგი, ამაღლებული და უაღმატებულესი პატივი გვერგო ჩვენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ქრისტეს მიმდევრებს რწმენით, სიყვარულით, თავმდაბლობით, მოყვასისამსახურებით, ჭირთა მოთმენითა და შეურაცხყოფათა დათმენით. იმიტომ რომ მოციქულებს ეუბნება, მაგრამ ამავდროულად თითოეულ ჩვენთაგან ეუბნება უფალი დღევანდელებსაც და ჩვენ შემდეგ ვინც იქნება ქვეყნის სასასრულამდე. უკეთ თუ მემდევნეს, შეურაცხეს, ცილი დამწამეს და იგივეს თქვენ გაგიკეთებენ, ნუ გაბრაზდებით, ნუ შეძრწუნდებით, რადგან თუ კი თქვენს მოძღვარს ასეთად მოექცნენ, მაშინ უნდა გიხაროდეთ, რადგან თქვენს მოძღვარს მიემსგავსეთ ყველაფერში. დღევანდელი სამოციქულოს მოციქული ამბობს და ჩამოთვლის თუ რა დაითმინეს მოციქულებმა და ჩამოთვლილი არის, ესე იგი, ქვა დაჰკრიფეს, ანუ განტვინეს, ანუ თავები დაუხეთქეს, შოლტის ცემეს, ცეცხლში დასვეს, ხეცეს მიუგდეს დასაგლეჯად და ყველაფერი ღვთისშეწევნით დაითმინეს. რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა, იქმოდეს სიმართლესა, მიემთხვივნეს აღთქმასა, უფლისასა, დაუყნეს პირნი ლომთანი, ხეცებს მიუგდებდნენ და არც კი მიეკარებოდნენ, ხეცები თან დამშეოდნენ, დააშრიტეს ძალი ცეცხლისა, ცეცხლში აგდებდნენ და არ იწოდნენ, ცეცხლი განელდებოდა. განერნეს პირსა מחვილისასა,
წმინდა გიორგის ლახვარი შუბი უძგერეს და როგორც სანთელი ისე მოიდრიგა, მოიღუნა. განძლიერდეს უძლურებისაგან. თითქოს უმწეონი იყვნენ, მაგრამ მერთი მათ უმწეობაში გამოჩნდებოდა და სასწაულებს აკეთებდა, იქნოდა. იქნეს ძლიერბრძოლას აშინა. ბანაკები აოტეს, უცხო თესლთა, უამრავი მოვიდა და მხოლოდ რწმენით შეაშინეს და შეაძრწუნეს. მოიყვანეს დედათა აღდგომლნი მკვდარნი მათნი, ხოლო სხვანი წარკვეთითა თავთაითა აღესრულნეს. აი ცოტა ხნის წინ იყო ნიკოლოზ დვალის ხსენება. მოწამეობას ეძებდა და იერუსალიმში მოღვაწეობდა ჯვრის მამაში და მოკლედ პროხორე ქართველი და როდესაც რო ამ მოწამეობას ეძლევდა თავის მოძღვარს ეკითხებოდა მაკურთხე რო წავიდე მოწამეობაზე. დიდი ხანი არ აკურთხებდა, შემდეგ კი გაუშვა თავის მოძღვარმა. და მართლაც როდესაც რო მიიღო მოწამეობრივი აღსასრული, აიღო მოკვეთილი თავი, დადგა პირით აღმოსავლეთით და 7 ჯერ გაემეორა დიდება და მადლობა ღმერთს. მოკლედ ეს ვინც იქ იყო ყველასთვის საოცარი სახელველი იყო. შეძრწუმდნენ, შეეშინდათ და გადაწყვიტეს რომ დაეფლათ ისე რომ ქრისტიანები არ მისულიყვნენ. ზოგს ესევე დაყრიდნენ შიშლად რომ ქრისტიანებს არ წაეღოთ და მერე ის თაყვანისმის ადგილი არ გამხდარიყო. მისმა მოძღვარმა გაიგო რომ ესეთი მოწამეობრივი აღსასრული ჰქონდა და ღვთისწინაშე დადგა და იკითხა. ღმერთო გამიცხადე, სად არის ეს ჩემი სულიერი შვილი? და აი ამ ლოცვის დროს გამოუჩნდა მას ნათელი უფლისა, დედა ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი, სხვა წმინდანები და მათთან ერთად მისი სულიერი შვილი. მოუბრუნდა და გაკვირდა მოძღვარი. ასე დიდებაში თავისი სულიერი შვილი რო იხილა. მოუბრუნდა მას დედა ღვთისმშობელი და უთხრა, აი შვილი შენი. მან კიდე უთხრა, ნუ ღელავ მოძღვარო, რადგანაც ხედავ თუ სად ვარ და ამიტომ შვიდად იყავ. საოცარია. რასაც ჭეშმარიტი ღმერთის სიყვარული და ერთგულება აძლევს ადამიანს. და საოცარი კიდევ ის არის, რომ ყველაფერი ამის მიუხედავად ღმერთმა ჩვენ უმჯობესი და საუკეთესო მოგცა. ადამიანები ყოველთვის ამ ხილულ წუთისოფელში ვეძიებთ პატივს, კარგად ყოფნას, ყველას გვინდა რომ უყვარდეთ, არავინ ცუც არ ამბობდეს. მაგრამ ესე რო იყოს, მამები ამბობენ, მაშინ ღვთისაგან ჩვენთვის გამზადებული სიკეთე სასუფეველი დაიკარგება. რატო? იმიტომ რომ ღვთისაგან ქებას ადამიანთაგან ქება შეცვლის და ადამიანი არ არის ყოველთვის გულწრფელი. და ეს ქება ადამიანს კიდევ უფრო მეტ განსაცდელში ჩააგდებს. თავმოწონებასა და პატივმოყვარეობაში და მე ერთი რო შეაგებს, მე ყველასგან უნდა ქება მოისმინოს. და მამები ამბობენ, ქებას ნუ მოусმენ, ხოლო ყვედრება დაითმინე. და მაშინ შენთვის სხვებისთვის უხილავად გამზადებული გვირგვინი შენ დარჩება. თუ კი ქებას ასე თქვათ მიენდობი და მოგეწონება, მაშინ იცოდე შენთვის გამზადებული გვირგვინი სხვას ერგება, როგორც 40 მოწამეთა ცხოვრება გახსოვთ, ხო? გაყინულ ტბაში ჩააყენეს. საცდუნებლად მოშორებით აბანო გააცხელეს და ისეთი ყინვა იყო, რომ ხორცი სკდებოდა ყინვისაგან და ხმა ისმოდა დასკდომის და ერთმა ვერ გაუძლო. ამოვიდა ტბიდან და გაიქცა აბანოსკენ და მათ თავზე ედგნენ მეომრები, რომ ვიღაცა არ მისულიყო და რაღაც არ დახმარებოდათ. და როდესაც ეს მივიდა აბანოს კართან, დაეცა უსულოდ. ეს რო დაინახა ერთმა მეომარმა, განიძარცო თავისი სამხედრო შესამოსელი, ჩადგა ტბაში და თქვა, მეც ქრისტიანი ვარ.
ხედავთ ხო ეხლა რა მდგომარეობა ქვეყანას უაირია ომია ჩვენთან ახლოს მეზობლად და ერთი მეორეს არინდობენ და ეს თავმოწონება ერთი მეორეს ანგრევს და მუსრსავლებს თან დღეს შეკაზმულ ცხენზე აღარავინ აღარ მოდის დღეს საიდან არა მოხდება თუნდაც შორ ქვეყანაში მყოფს მხოლოდ ღმერთმა უწყის თითქოს აი ეს სიზული არის გაბადონებული მაგრამ ღმერთი არასოდეს ღმერთს არ დაუტოვებილა და არც არასოდეს არ დაგვტოვებს საოცარია და ამერ კავკასიაში ჯერ კიდევ მშვიდობა საქართველოში ღვთის მადლი არის გამფენილი და რაზე ხედავთ ამას რით გრძნობთ ჯერ კიდევ წირვა აღესრულება ჯერ კიდევ ზიარებისა საშუალება გვაქვს მერთმან უკნას რომ დადგეს ისეთი დრო როდესაც წირვა ლოცვა იქნება შეუძლებელი ერთი პერიოდი თითქოს მოინდომეს ხო ჩვენ ის დრო არ გვახსოვს უბრალოდ როცა რომ ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს და ეკლესიებს ანგრევდნენ და სამღვდელოებას ხოცავდნენ გადასახლებაში უშვებდნენ მაგრამ ეს დაბრუნდება ალბათ როდესაც თქვათ ღმერთი ჩათვლის რომ სხვანაირად ქრისტიანთა სულების გადარჩენა არ იქნება შესაძლებელი ძველ აღთქმაში პირდაპირ ელაპარაკებოდა მოციქულებთან მაცხოვარი დადიოდა და მოციქულები უყურებდნენ მოსიარულე ცოცხალ ღმერთს რომელიც სასწაულებს აღასრულებდა და მათ უფლებაც კი არ ჰქონდათ რომ არ ერწმუნდათ ქრისტე მაგრამ მათში ერთი გამოდგა იუდა რომელმაც იხილა რა ამდენი სასწაული აღსრულებული თავისი მოძღვრის ღმერთკაცის მიერ მაინც წარმავალი წეთუსოფლისა სასყიდელი ინდომა მიიღო 30 ვერცხლი და დაკარგა 60 და ჯოჯოხეთში აღმოჩნდა და ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და უფალი ამბობს ნეტარი არის ის ვისაც რო არ უხილავ მე და ისე სწამს ჩემი დღეს საკითხულს ახარებაში ხო ნათანაელი როგორ არის მოდის და ამბობს აჰა კაცი რომელთანაც ზაკვა არ არის რატო გაუკვირდა კი მაგრამ საიდან მიცნობ მე შენ რო სანამო მოგიხმობდა მოციქული ლეგვის ძირში რო ეჯექი მაშინ დაგინახეო და რით დაინახა გულთამხილავმა ღმერთმა ნათანაელის გული და გონება დაინახა იჯდა და ფიქრობდა მართალი იყო ეძიებდა გამოსავალს კითხვები ბევრი ჰქონდა ეჭვიც ალბათ ეპარებოდა ხილულად ესე ვერ შეიცნობდა როგორც კი უფალმა უთხრა ერთი ის დაკარგული ცხარებით მოიმუშაკა და მოიყვანა როგორც კი უთხრა რომ ლეგვის ძირში რო ეჯექი მაშინ გიხილე შენ და მაშინ აღიარა შენ ხარ ძე და შენ ხარ უფალი ღმერთმა ყველასი გულის ნადები იცის თითეული ჩვენთაგანისა შეეჭობა და მერყეობაც იცის ამიტომ თუ კი ვიქნებით ყურადღებით საკუთარი სულის გულის გონების ძგერისა და მოძრაობის მიმართ მაშინ ღმერთი ყველას უმზადებს სწორ გზას სასუფევლისაკენ რამე თუ მოციქული ამბობს რამე თუ ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა და რა რით და როგორ ვინც ჭირი დაითვინოს განსაცდელს შვიდად შეხვდეს უდურტვინულად ვინც მაცხოვრისა ცხოვრებით ინუგეშოს და როგორც მას ჩვენ სინამდვილს ღმერთკაცს მაცხოვარს ცილი დასწამეს ტანჯეს მაგრამ მან სასუფეველისა გზა გვიჩვენა ისე ჩვენ თუ კი ვიქნებით ქრისტეს ერთგულნი მოყვასის მოყვარულნი თუ კი ვიქნებით ჩვენ გამომეძიებელი სწორი გზის მაშინ ღმერთი არ დასტოვებს არავის თავისთან მიიყვანს და სასუფეველოში დაამკვიდრებს დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი ხატთა თაყვანისცემის იყო პერიოდი როდესაც ხატების თაყვანისცემას როგორც უღმერთობას როგორც წვალებლობას ისე აღიქვამდნენ და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი რომელიც ათონზე
სასწაულებრივად ღვთის ჩინებით მიბრძანდა, ესეც იმ პერიოდის ისტორიაა. დარბოდნენ, დაძრწოდნენ და კი სადაც კი ხატს ნახავდნენ, ყველაფერს ამსხრევდნენ, შეურაცხყოფდნენ, ცეცხლში წვავდნენ. და აი ერთ-ერთ ოჯახში ინახებოდა ხატი ივერიის ღვთისმშობლისა და როცა რომ მეომრები შევიდნენ, ერთმა მეომარმა ლახრით უძგერა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს და მას სისხლი გადმოედინა. იხილეს რა ერთი ჭკუიდან შეირყა, არის ესეთი გადმოცემა. ხოლო მეორე დაეცა მუხლებზე შეინანა და შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა. ხოლო ხატი ოჯახის დიასახლისმა წყალში ჩაასვენა, ჩააბრძანა, ზღვის ნაპირზე მიაბრძანა და წყალში გაუშვა და ღვთისმშობლის ფარულობითა და ღვთისკურთხევით ათონისთას მიადგა. და აი, როდესაც დაინახეს სვეტი მთებარე შუა ზღვაში, მონაზვნებს მამებს მოუნდათ ამ სინათლის ახლოდან ხილვა. რამდენი მიუახლოვდნენ, იმდენი დასილდათ ეს ნათლის სვეტი. და მაშინ დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა ათონელ მამებს და უთხრა, ქართველთა მონასტერში, ივერთა მონასტერში გაბრიელია, მოღვაწე ბერი, ხოლო ის შეძლებს წყალზე სვლით ჩემს გამობრძანებას. და აი მართლაც მონახეს გაბრიელი მონაზონი ბერი შედის ზღვაში, როგორც ხმელეთზე გამოაბრძანებს ხატს და ტაძარში შეაბრძანებენ. მეორე დღეს ნახავენ, რომ ხატი კარიბჭეზეა. სამჯერ გამეორდება ესეთი ფაქტი და ბოლოს ისე გაბრიელს გამოეცხადება, ღვთისმშობელი დაეუბნება. ნუ ფიქრობთ, რომ თქვენ მე დამიცავთ. მე მსურს, რომ მე თქვენ დაგიცვათ და ამიტომ კარიბჭეზე დამტოვეთ. როგორც მცველი, ისე არის ყველა ჩვენი წამინდა წუთი გაჟღენთილი. რადგანაც ისევ 60 კულოს სიტყვას ვიტყვი, რამე თუ ღმერთმა ჩვენთვის უკეთესი განიგულა და ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ უკეთესი უმჯობესი მომავლისათვის ამ ხილულ წარმავარ წუთისოფლში დღე და ღამ მუხჩაუხრელად ვიშრომოთ სასუფეველის მოპოვებისათვის. დავტოვოთ ამპარტავნება, დავტოვოთ შორი გაუტანლობა, დავტოვოთ მრისხანება, შევიძინოთ მადლი ღვთისა მოყვასისა სიყვარული, თავდაბლობა, ჭირთათ მენა და მოწყალების გაცემა. მაშინ ღმერთი ჩვენთვის განწესებულ გვირგვინს მხოლოდ ჩვენ მოგცემს და არა სხვას, როგორც 40 მოწამეთა სებასტიელთა ცხოვრებაში არის. მერთმაინებოს დღევანდელ დღეს ხატთა თაყვანისმის მართლმადიდებლობის დღესასწაულზე ჩვენი ორსავ სოფელში უფალთან ერთად ყოფნა. აზდა უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.